მოგესალმებით. ამ ჯერზე მინდა გამოვეხმაურო კახეთში მომხდარ ინციდენტს. მე ძალიან პირადულად აღვიქვავ ამ ამბავს. სამეზობლომ და სამეგობრომ იცის 2020 წლის ივნისში თავს დამესხა მეზობელი მამაკაცი, რომელიც შეაწუხა ჩემი ძაღლის ყეფამ, ამ ძაღლიყეფამ ძაღლი ყეფდა ღია ფანჯრიდან. და ხმაური ვერ აიტანა მისივე განცხადებით და თავს დამესხა. ახალი ნაოპერაციები ვიყავი მაშინ და ისედაც ცუდად გრძნობდი თავს და საკმაოდ სუსტად ვიყავი და მოკლედ თავდასხმის შედეგად ვივიღე ტვინის შერყევა და ცხვირი მქონდა მოტეხილი. მე ახლა ბოდიშს ვიხდი ამ ინციდენტის გაცოცხლებისთვის, ყველაფერი კარგად არის. დაგვილაგდა ურთიერთობა და აღარა გვაქვს კონფლიქტი ერთმანეთში, მაგრამ ამისთვის დამჭირდა ძალიან დიდი ბრძოლა, ადვოკატების ჩართულობა, საზოგადოების ხარდაჭერა. ჯერ საქმეს არ აღძრავდნენ, მერე 8 თვე დაზარალებულად არ მაღიარეს და შემდეგ 3.5 წელი 4 წლამდე დამჭირდა იმისთვის, რომ დამნაშავეს ერქვას დამნაშავე. და მეც არაფერს არ ვითხოვდი, ანუ არ ვითხოვდი რაღაცა განსაკუთრებულ სასჯელს. შემეძლო, მაგრამ არ შემიტანია ფინანსური ზარალი სასანაზღაურებლად. პარალელურად მინდა აღნიშნო, რომ მთელი ჩემი სამედიცინო საბუთები თავის ექსპერტიზიანად დაბლოკეს მხოლოდ იმის გამო, რომ მივეცი უფლება, ანუ ხელმოწერა, ხელი მოვაწერე, რომ უფლებას ვაძლევ, რომ გამოითხოვონ ჩემი სამედიცინო ინფორმაცია და სასამართლომ ჩათვალა, რომ არ მქონდა თურმე ამ უფლების მიცემის უფლება და სასამართლოს უნდა მიეცა. და მოკლედ მართლა ჯოჯოხეთი გამოვიარე 3 წლის განმავლობაში. ეს არ იყო ერთი ინციდენტი, იყო მუდმივი ყოველდღიური და დღეში რამდენჯერ კონფლიქტები და ასე შემდეგ. და ეხლა რომ გადმოდგარხართ ყველა და არაძალადობას იძახით, გასაგებია რომ არაძალადობას და თუნდაც საკუთარ მაგალითზე, რა თქმა უნდა, არ ვემხრობი ძალადობას, მაგრამ რა მაინტერესებს ამ მთავრობის და შესაბამისად ქვემდებარე სტრუქტურების ამომრჩევლისთვის და მხარდამჭერებისგან. ანუ მე არასაკმარისად რუსი ვარ თქვენთვის, არასაკმარისად რუსული ცხვირი მაქვს და ჩემი ცხვირი არასაკმარისად დასანდობია თუ რაში არის საქმე, როდესაც მართლა რაღაცა შემოგზავნილ პროვოკატორებზე ესე გეწვევათ და არავაშკაცად მოიხსენიებთ იმ ახალგაზრდას, ვინ ჩემი აზრით არა მარტო საკუთარი ძმის და სტუმრების ღირსება დაიცვა, არამედ მთელი საქართველოსი. ძალიანაც მიხარია, როდესაც ვხედავ პოსტებს რუსეთის მოქალაქეებისგან, რომ თურმე საქართველოში ვიზიტს აღარ აპირებენ. ძალიან კარგი, თუ ამ ერთმა ინციდენტმა იმედი ვიქონიოთ, დიდათ არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიქონიოთ, დანარჩენი საქართველო, ეგრეთ წოდებული არაღიათ ოკუპირებული საქართველო დაიცვა რუსი პროვოკატორების ოკუპაციისგან. რა თქმა უნდა, სასტუმროს მენეჯმენტი არის ამ მომხდარში პირველი დამნაშავე, მაგრამ კიდევ უფრო, ანუ უპირველესი დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ასე ადვილად და ასეთი თბილად და სიხარულით უშვებს ოკუპანტებს განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა და წარმომავლობისა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. და ზუსტად ამ მთავრობის ძალისხმევის შედეგია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე
თავს გრძნობს დაუცველად და დაჩაგრულად საკუთარ ქვეყანაში. განსხვავებით აი ამ მართლა პროვოკატორებისა, როგორც ისინი იქცევიან ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე ვერ დავარქმევ მათ ვერც სტუმრებს, ვერც უბრალოდ ჩრდილოელ მეგობრებს თუ მეზობლებს, ისინი არიან წმინდა წყლის პროვოკატორები. და არანაირი რუსოფობია არ მჭირს, არანაირი შოვინიზმი არ მჭირს, არასოდეს არ ვესხმი არავის თავს არც ენის გამო, არც მათი ეთნიკური მიკუთვნილების გამო და არც თუნდაც პასპორტის გამო, იმიტომ რომ აგერ მეც მაქვს საქართველოს პასპორტი და სულ არ მომწონს ჩვენი მთავრობის ქმედებები. ამიტომ ყოველთვის ინდივიდუალურად ვექცევი ყველას, მაგრამ ფაქტი არის, რომ ბოლო დროს სულ უფრო მწვავდება სიტუაცია, სულ უფრო მეტი პროვოკაცია არის და არ ამგონია ეს ყველაფერი შემთხვევითი. მე პირადად მადლობას ვუხდი იმ ბიჭს იმისთვის, რომ დაიცვა ჩვენი ქვეყნის ღირსება და მათ შორის ჩემი ღირსებაც და ვინც არ მეთანხმება ძალიან მაინტერესებს მაშინ რატომ იგივეს არ ამბობთ ჩემს პირად შემთხვევაზე ან სხვა ქალების მიმართ ფიზიკურ ძალადობის შემთხვევებზე. მადლობა.